ჩვენ პიროვნულად როცა ვინათლებით ქრისტეს ვაძლევთ პირობას რომ მისი ერთგული ვიქნებით არა ადამიანებს ჩვენ ვერ ვიქნებით გარანტი ვერც პატრიარქების ვერც სინოდის იმიტომ რომ ეს აჩვენა ისტორია მრავალგზის ჩვენ ვართ ჩვენი ღმერთის და სინდის წინაშე უნდა ვიყოთ ერთგულები ყველა ქრისტიანი უპირობოდ არავის არ უნდა დავემორჩილოთ პავლე მოციქული რას ამბობს მე ისევე მომაძეთ როგორც მე ქრისტეს ვბაძავ თუ ჩემში ქრისტეს ვერ დაინახავთ მაშინ მე ზურგი შემაგციეთ იმიტომ რომ მე არ ვარ მაგის ღირსი აი ეს არის დამოკიდებულება ჩვენ სასულიერო პირში და ადამიანებში უნდა დავინახოთ პატიოსნება სინდისი ღმერთი სიყვარული და იმის მიხედვით უნდა გამოუცხადოთ ნდობა და რას ხედავთ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ ეს არის ტრაგედია ჩვენი როდესაც მე სასულიერო პირი ამას ვლაპარაკობ მე წელში მოხრილი ვარ მე არ ვარ გამედული და გამართული იმიტომ რომ მე მინდა ჩემი წლების თავარი გამოდიოდეს ის იყოს ვერც შემართული და იცავდეს თავის საწყოს თავის ხალხს და აღხნევდეს მას ქრისტე რატო მოვიდა თავისუფლებისთვის რომ ჩვენ მონებიდან აზნაურები გავხტარიყავით და არა მონები, იმიტომ რომ მონობა ეშმაკის შემოსულია, როდესაც კედლები აშენდა ადამიანს ადამიანს შორის, ენებსა და ერებს შორის, ქალსა და მამაკაცს შორის. დღეს ნახეთ რანაირი ფემიციდი ხდება ქალების მასიური მკვლელობები მიდის და ამ დროს ჩვენ მართლმადიდებლები რომ რა უმედურება გვჭირს ჩვენ, რას ვხედავთ, რას ვისმენთ, როდესაც ქრისტე ეკლესია უნდა ამარილებდეს, აგეთლოშობილებს ანათებდეს უნდა ყველაფერს ჩვენ დაბნელებულ სამყაროში ვართ აი კიდე გავიხსენებ ამ ეთერიდან გაბრიელ ქიქოზე როცა აკურთხეს ის გამოდა და თქვა ხალხო ილოცეთ ჩემთვის რატო იმიტომ რომ მღვდელმთავარსო ორი ვარიანტი აქვსო ერთი შეიძლება იყოს საკვამურიო და მეორე კელაპტარიო და მე მეშინია საკვამური არ გამოვიდო და გარემო არ დავაბნელეო და დღეს მე საკვამურებს მეც ვხედავ და კელაპტრებს ძალიან ცოტას რომელიც გაანათებს ჩვენ პატარა წოთის სოფელს და ეს მინდა უთხრა ყველას ჩვენ დაბნელება ჩვენ სინათლისკენ უნდა დავდიოდეთ და ეს უნდა იყოს და ეს მინდა მოუწოდო ჩვენს ხალხს 88% ძალიან მაშინებს მე იმიტომ რომ ასეთი ავტორიტეტის მქონე ადამიანს დიდი გავლენა აქვს ძალიან და რა თქმა უნდა რომ ეს დაბალი რეიტინგი ჰქონდეს სხვა იქნებოდა მაგრამ ეს ავტომატ უპირობოდ ღებულობს ხალხი ამას რადგან მან თქვა ესე იგი 100-ია იმიტომ რომ მათ განათლება არ აქვთ მათ არ იციან სახარება რომ გითხო რამდენი სახარება მოწუნეს გააჩერო და უთხრა ვერ გეტყვის მახარებლებს ვერ ჩამოგითვლის ეს არის ტოტალური სიბნელე, გაუნათლებულობა. და რატო არის ეს? იმიტომ რომ გაუნათლებელი ადამიანი იოლის ამართავია. და ეს არის ძალიან ცუდი რეალობა. და მე მოვალე ვარ, მე ღმერთის წინაშე მე პირობა მაქვს და იჯვარს ვატარებ, იმიტომ რომ მე დისკომფორტის მეტი არაფერი არ მექნება ამითი. არ მიხარია ვიტანჯები პრინციპში, აი ასე ოფლი მასყავს, იმიტომ რომ ამის თქმა მიწევს. ამის თქმა მიწევს მთელი ჩემი ქართველი ხალხის წინაშე, იმიტომ რომ მე იმათი ძმა, იმათი მამა და იმათი შვილი ვარ ასევე.